ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თურქეთში მცხოვრები ქართველების 40-კაციანი დელეგაცია ეწვია. სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა დახვდა და სპეციალურად მათთვის გახსნილი გამოფენა დეტალურად დაათვალიერებინა. ექსპოზიციაზე ორგანიზატორებმა ჩვენებურებისთვის ტაო-კლარჯეთში გადაწერილი უძველესი ქართული ხელნაწერები და საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები გამოფინეს. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელმა სტუმრებთან ასევე ქართული დამწერლობის წარმოშობის ისტორიასა და ცენტრში დაცული თურქული ხელნაწერების შესახებაც ისაუბრა. თურქეთში მცხოვრები ქართველების საქართველოში სტუმრობის მთავარ მიზანს ქართული კულტურის უფრო ახლოს გაცნობა და ისტორიული ძეგლების დათვალიერება წარმოადგენს. სტუმრები ისტორიული ტაო-კლარჯეთის, კერძოდ კი ბორჩხის რეგიონის მკვიდრები არიან. ბორჩხი არის ერთ-ერთი ქართველებით ერთ-ერთი უფრო კომპაქტურად დასახლებული რეგიონი და ბორჩხის სხვადასხვა სოფლებიდან, ამ რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდან მოაწყოს ორგანიზება და ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ქართულ კულტურას და ეწვდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცხადია ის მდიდარი ხელნაწერი მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვაქვს, რაც აქ არის დაცული, ეს ცხადია ბევრი მათგანისთვის არის დიდი მოულოდნელობა და სამწუხაროდ არ აქვს დიდი ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ, მისი წარმოქმნის შესახებ, მისი განვითარებით ეტაპების შესახებ, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ. ზოგადად ჩვენ ვათვალიერებინებთ ჩვენ კოლექციას, ჩვენ საგამოფენო დარბაზს და ასევე პატარა ლექციასაც ვიტარებთ ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. ჩვენ ვარ ბორჩხიდან კლასიკური სოფელი არის. მაჭახელის გზას ერთი სოფელი არის, იქიდან მოვალთ. ჩვენ ვისწავლით ტურიზმი, აქ ტურიზმის რა უზახტავებს. და დანახვა მინდა თბილისი. დღე და ხვალ თბილისში ნამევიარეთ მე რომ წავედი სოფელში. მინდა და კლასიკურებმა შეიცოდენ თბილისი რა ვაერამ. ჩვენი ერთი სისხლით ვარ. ეს ამბობენ ისეთი მოადა გულვა მიკანკანებენ.